Konkurenციის პოლიტიკა და კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო საქართველოში ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ კონკურენციის სააგენტო ვერ ახერხებს ზედამხედველობის განხორციელებას. ამის მიზეზი კი საკანონმდებლო ხარვეზია. არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციასაც უგზავნის და მიმართავს დაჩქარებული წესით დაიწყოს კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ახალი პროექტის მიხედვით კონკურენციის სააგენტოს უფლება ექნება ბაზრის შესწავლა განახორციელოს განიხილოს საჩივრები და განცხადებები. კვლევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის და ქმედითობის ნაკლებობაზე, აგრეთვე სააგენტოს მხრიდან ბაზარზე ანტიკონკურენტული ქცევის დროულად მოკლევის აუცილებლობაზე, აგრეთვე კონფლიქტურ ფუნქციებზე, რომელიც დღეს არსებულ კონკურენციისა და სახელმწიფო შეზღუდვების სააგენტოს აქვს, აგრეთვე იმ საკანონმდებლო პრობლემებზე, რომლებიც იძლევა კონკურენციის პრაქტიკულად გამორიცხვის შესაძლებლობას. ამ კანონპროექტის თანახმად ცალკე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩამოყალიბდება კონკურენციის სააგენტოს სახით, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო რეალურად ამაზე, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული შექმნილიყო ქვეყანაში, ვინც ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრი.